საღამოშვიდობის მეგობრებო, შეგახსენებთ კვლავ ჩვენი საუბარი 117 დღეა მიგონი პროტესტის უწყვეტობის და ჩვენს შესაბამისად საპროტესტო აუდიტორიით გიერთდებით, უერთდებით პირველ რიგში პოლიტპატიმრებს და შემდეგ რა გვერდზე ძალიან ახლოს სტუდენტები 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ პროტესტის და რა თქმა უნდა ნელ-ნელა ვცდილობთ რომ რაღაცნაირად გავაერთიანოთ ძალები, შევუერთდეთ, მხარდაჭერა გამოუცხადოთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა მხარდაჭერას უცხადეთ. მოკლედ, ჩვენ ვართ ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჩვენ ვართ პოლიტიკური მოძრაობა, რა თქმა უნდა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც დაიბადა რუსთაველის გამზირზე. რატო ვახსენე ხა პოლიტიკური მოძრაობა? იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენი მოქმედება სახელმწიფოში, ყველა საქართველოს მოქალაქის თითოეული დღის ცხოვრება არის პოლიტიკა. ჩვენს შესაბამისად აქაც და ყველგან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ქმნით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში რაღაცა კონკრეტული წვლილი შეგვაქვს. მაგრამ ეს არის აპარტიული მოძრაობა, სადაც პირიქით, უბრალოდ ზეპარტიული, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი ერთიანდება ჩვენი აუდიტორიის ჩვენს გარშემო სტუდენტებს დაგახმევთ მსმენელებს და მომხსენებლებიც დასაშვები არიან ყველა და ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების. ეს ფორმატი იმიტომ ავირჩიეთ, ეს ფორმატი იმიტომ შევარჩიეთ გუნდმა, რატომ აუდიტორია? იმიტომ რომ ჩვენთან ყველას უნდა სწავლა. ჩვენთან ახალი ინფორმაციის გაგება ყველას უნდა და ვინც აუდიტორიის წესებს ექვემდებარება, ჩვენი კარი მუდამ ღია მათთვის. მადლობა ყურადღებისთვის, დღესაც ძალიან საინტერესო ლექცია გველის. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. შეიძლება რომ ცოტანი ვართ, შეიძლება რაღაცა გულისწყენები გვაქვს, შეიძლება მართლა პოლიტიკური განსხვავებების გამო რაღაცა დისონანსი შემოაქვს ზოგიერთს, რაღაცა გულში შიგნით რაღაცების თქმა გვინდა ვერ ვამბობთ. ნაწყენები ვართ თანამებრძოლებზე, ნაწყენები ვართ მეგობრებზე, მაგრამ დავარია რომ ჩვენ ავჩერდებით. კიდევ ერთხელ გავიგებთ, ერთი ადამიანის თუ იქნება, ადამიანი რომელიც გამოვა და დააპროტესტებს, რუსთაველზე თუ სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ იქ ვიქნებით ყოველთვის. ჩვენი ამოცანაა აუდიტორიის გარშემო გავაერთიანოთ და შევეცადოთ მათი აზრები იმ კონდიციამდე მივიყვანოთ, რომ ერთობამ ჩვენ შედეგამდე მივიყვანოს. სასწავლო პროცესის და აი ჩვენი ძალიან კონკრეტული მიზანიც ეგ არის, რომ ადამიანებთან მივიტანოთ ცოდნა ის რაც არ არის აქამდე მიღებული და მიუღებლობა აქვს რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ეს გადავალახინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველამ სათითაოდ, როგორც პიროვნებამ და როგორც სახელმწიფომ, ისე გავიზარდეთ, რომ აქ ადამიანები გამოდიან და აპროტესტებენ და იბრძვიან იმისათვის, რომ იდეა იყოს გამარჯვებული. ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ერთად შრომას ალტერნატივა არ აქვს და მგონია კიდევ ერთი განსხვავებული საქმეები ჩვენ 116 დღეა და კიდევ უფრო ხანია ამ პროტესტით სასწაულად ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოებას. წარმოიდგინეთ ახლა რა მნიშვნელობას შეიცენს ჩვენი გამარჯვების შემდეგ თუნდაც თითოეული ეს პროტესტის დღე. რამხელა ბერკეტს ჩავუგდებთ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას იმისათვის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ, დაემქვემდებაროს და ემორჩილოს ხალხის ნებას. ეს იქნება აღარ ისმის ხმა. ეს იქნება ყველაზე დიდი შედეგი, რომელსაც ჩვენ ამ პროტესტით დავდებთ. ეს იქნება ყველაზე ხმამაღალი ნათქვამი ამ 116 დღის და კიდე რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, იმდენი დღის ძალიან ხმამაღალი განაცხადი და ნათქვამი და ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება გარდაუვალია, ეს დროში როგორ გამარჯვებას ეს დროში ჩვენზე დამოკიდებული, სათითაოდ ჩვენზე და ერთად ჩვენზე. ასე რომ გამარჯვების გრძელდება. სამხატვრო ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან სასიამოვნო ლექცია მოგებთ. მოგესალმებით ყველას. მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის, აქ ყოფნისთვის და ინტერესისთვის. ჩვენ შევხვდით რამდენიმე ხნის წინ, ხედავ იმ სახელს, ვინც წინა შეხვედრაზე იყო და ემოციურ ტონებზე ვისაუბრეთ. დღეს ცნობიერების დონეებზე უნდა ვისაუბროთ, ესეთი ხატოვანი სახელი დავარქვით, მსხვერპლი თუ შემოქმედი. ცნობიერების
დონე არის მოკლედ ჩვენი ცნობიერების დონე არის ყოველთვის შესაბამისობაში იმ შედეგებთან, რაც გვაქვს. ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ცნობიერება განსაზღვრავს ჩვენს ყოფიერებას. ინდივიდუალურად რა შედეგებიც გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი ცნობიერების დონით არის განპირობებული და თუ შევხედავთ კოლექტიურად ყოფიერებას, რომელშიც ცხოვრობთ, აი ჩვენი კოლექტიური ცნობიერების შესაბამისი. ამიტომ თემა მგონია რომ აქტუალურია ინდივიდუალურადაც და საზოგადოებრივ ჭრილშიც. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ განვითარებას, როდესაც ვიწყებთ და მუშაობთ მოკლედ პიროვნულ განვითარებაზე, ეს არის პირველი თემა, რითიც ვიწყებთ ხოლმე, უფრო კონკრეტულად ეს არის ასე ვთქვათ 100%-იანი პასუხისმგებლობის წესი, ერთგვარი ხაზგამყოფი, საიდანაც იწყება ადამიანის ცხოვრებაში ნამდვილი პროგრესი და მოდი ცოტა მეტი ვთქვათ მოკლედ აი ამ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე და ვეკითხებით ხოლმე ადამიანებს, რომ გაქვთ თუ არა 100%-იანი პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების ხარისხზე. აი ხა აქ მდგომებს გისვამთ ამ კითხვას, ვის გაქვთ განცდა, ან ვინ თვლით, რომ 100%-იანი პასუხისმგებლობა გაქვთ საკუთარი ცხოვრების ხარისხზე, ხელი რო აწიოთ. 100%-იანი პასუხისმგებლობა გაქვთ საკუთარი ცხოვრების ხარისხზე. ვინც აწიეთ ხელი, კიდევ ერთხელ რომ დამენახოთ. აჰა, სახელი რომ მითხრათ? პატა. თუ წუწუნებთ ხოლმე? თავს თუ იმართლებთ? სხვას თუ ადანაშაულებთ? ნაკლებად. ხო, თქვენ თავს იდანაშაულებთ, სხვას არა. თუ წუწუნებთ იმის გამო, ანუ არასდროს წუწუნებთ, არასდროს ადანაშაულებთ. როგორ? ანუ ეს იცით, მაგრამ თუ ახორციელებთ? ბოლომდე ვერა. კიდე ვინც აწია თქვენი სახელი? მარიამ. წუწუნებთ, თავს იმართლებთ, სხვას ადანაშაულებთ? იშვიათად. კიდე ვინ აწია ხელი 100%-იანი? წუწუნებთ, თავს იმართლებთ, სხვას ადანაშაულებთ? წუწუნია. ანუ აი ნახეთ, 100% წარმატებული მეგობარი მყავს, რომელიც იძახის ხოლმე რომ წუწუნი კარგად მაგ დაცდილია, ხო? ხო. ხოლოდ მაგით თავისთავად ეკამათება. აჰა. კი ბატონო, მოკეთ რომ აღარ გავაგზავნოთ ბევრი, მე პირადად როცა მკითხეს, მქონდა თუ არა 100%-იანი პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების ხარისხზე, ისეთი პერიოდი იყო მოკლედ, რომ რაღაცა ბევრი საქმე რო გაქვს და რო გაქვს ყველას მაგივრად შენაკეთებს საქმეს და რაღაცა და კი უთხარი რომ აი 100 ხო მაქსიმუმია, ხა მაგაზე მეტი არ არსებობს. და აი განცდა მქონდა რომ 100%-იანი პასუხისმგებლობა და მე რომ მკითხეს რომ თუ წუწუნებთ, თავს თუ იმართებთ და სხვასაც და კი ანუ როგორ არ წუწუნებთ, სხვასაც ვადანაშაულებთ. მოკეთ ანუ აღმოჩნდა რომ თუ წუწუნებთ, თავს ვიმართებთ და სხვას ვადანაშაულებთ, არ გვაქვს 100%-იანი პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების ხარისხზე და ამაზე ცოტა ვცვლად რომ ვთქვათ, აი როდესაც დავეკითხებით ხოლმე ჩვენ თავს, რომ აი ვინ არის პასუხისმგებელი, ხო, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. აქ შედის ჩვენი ყველა მიღწევა, რაც გვაქვს, ხო, აი ეს მიღწევების დონე, შედეგები, ურთიერთობის ხარისხი, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, რა ვიცი, ვალები, გზნობები, რასაც განვიცით და ასე შემდეგ. რაღაცნაირად რო დაუსვავთ ამ შეკითხვას, ჩვენ თავს გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ ამ შედეგებზე პასუხისმგებელი და სათქმელად ეს ადვილია, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ განხორციელება იმის, რომ მართლა ვიყოთ ამ ყველაფერზე 100%-ით პასუხისმგებელი, არ არის ხოლმე მარტივი და გაცილებით უფრო მარტივია დავაბრალოთ, რა ვიცი, მშობლებს, უფროს თანამშრომლებს, მეზობლებს, შეიძლება ასტროლოგიურ პროგნოზსაც დავაბრალოთ, ხო? მოკეთ ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, უფრო მეტიც თუ ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილზე ვილაპარაკებთ, რომელიც კარგად გამოგვივიდა, იმაზე ვიტყვით, რომ ის ჩვენ შევქმნით. მაგრამ თუ გვკითხავენ იმ სფეროზე და ან იმ ნაწილზე, რომელიც არ მუშაობს ჩვენი ცხოვრების ესეთ სფეროზე, მოკეთ ვიღაცა სხვისი ბრალია. რა ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ადამიანები მოკეთ ესე მიდრეკილები ვართ ამისკენ და ყველას და ყველაფერს დავაბრუნებთ საკუთარი თავის გარდა. არის ესეთი დაკარგულ გასაღებზე ადამიანი მიდის ქუჩაში და ხედავს, რომ ლამპიონის ქვეშ დგას კაცი, რომელიც ესე მუხლებზე დამხობილი ეძებს გამწარებული რაღაცას და ნუ მივა ეს კაცი და კითხავს, რომ რას ეძებოდა, აიო გასაღები და უკარგეო და მოდიო მეც მოგეხმარებიო და ესეც დაემხობა მუხლებზე, ეძებენ ერთად გასაღებს და 9 საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ
ეს ეუბნება რომ აიო დარწმუნებული ხარო აი აქ რო დაკარგეო იმიტომ რომ აი ყველგან ნახეთო და აქ არ არისო და არა ბიჭო მე გასაღებიო სახში და უკარგი უბრალოდ აქ კარგი განათებაა ანუ ჩვენ შემთხვევაში წესია რა კარგად რო დავფიქრდებით მივხვდებით რომ ჩვენ ვქნით ჩვენ ცხოვრებაში ყველა შედეგს რაც დგას მაგრამ გაცილებით უფრო მარტივია იქ მოვძებნოთ სადაც კარგი განათება ანუ დავაბრალოთ სხვას რაღაცა გადავაბრალოთ მოკეთ უფრო კარგად რომ გავიგოთ 100%-იან პასუხისმგებლობას აქვს თავისი ფორმულა რომელიც ესე გამოიყურება მოვლენას ანუ ობიექტურ რეალობას რაც დგას ჩვენ ცხოვრებაში პლუს რეაქცია ანუ ჩვენი დამოკიდებულება აი ამ ობიექტურ რეალობაზე უდრის შედეგს ეს ფორმულა ძალიან ბევრის მთქმელია იმ თვალსაზრისით რომ გვეუბნება რომ ჩვენ ცხოვრებაში შედეგები იქნება ორი მნიშვნელოვანი რაღაცით. ერთი ეს არის ობიექტური რეალობა, რასაც ვერ გავექცევით და არის და დგას და ხშირ შემთხვევაში ამაზე რაღაც ნაწილზე არც გვაქვს გავლენის მოხდენის საშუალება, მაგალითად როგორი ამინდი გათენდება ამას ვერ ვჩვით, ხო? ვერაფრით. და მეორე რაც ჩვენ შედეგების შექმნაში მონაწილეობს ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება აი ამ ობიექტური რეალობის მიმართ. კიდე უფრო კარგად რო აგიხსნათ საერთოდ ფსიქიკა რო გავმარტოთ რა არის ხო? ფსიქიკა არის ზუსტად ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება ობიექტურ რეალობაზე. როცა ვამბობთ ხოლმე რომ აი ძლიერი ფსიქიკის ადამიანია, ამას გულისხმობთ რომ ადამიანი რომელიც ნებისმიერ ობიექტურ რეალობაში ახერხებს მართოს საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება სასურველი შედეგებისთვის, ხო? სასურველი შედეგების შესაქმნელად. მეორე ეს ფორმულა რა, ასე ვთქვათ, საკაცობრიო დავას ჭრის. ხშირად გაგვიგია ალბათ რომ ადამიანებს რაღაც ნაწილი ამბობს რომ ბედია რა ყველაფერი რა დაწერილია მოკეთ ჩვენი ბედი და მეორე ნაწილი ამბობს რომ ჩვენ ვქმნით ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების შემოქმედები ხო და ეს ფორმულა აი ამ ორივე მოსაზრებას თან აბათილებს და თან ემხრობა რა ათანაბრებს ასე ვთქვათ და გვეუბნება რომ კი ბატონო ბედიც არსებობს იმ ობიექტური რეალობის სახით რომელიც არის მაგალითად რომელ ქვეყანაში დავიბადეთ თორე ხა სადმე საცხოვრებლად შეგვიძლია წავიდეთ სამშობლოს ვერ გამოვცვლით ხო სამშობლო ერთადაც დავიბადეთ ის არის ჩვენი სამშობლო ვინ არიან ჩვენი მშობლები რა მოცემულობით ბევრია მოკეთ ობიექტური რეალობა რაც არსებობს ეს ბედი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბედი არსებობს მეორეს მხრივ ჩვენც ანუ რომ ყოფილიყო რომ ბედია ყველაფერი მაშინ ეს ერი აღარ იქნებოდა და იქნებოდა რომ მოვლენა უდრის შედეგებს. ანუ ბედია ყველაფერი ნიშნავს რომ ობიექტური რეალობა არის პირდაპირ ჩვენ შედეგებში კონვერტირებული, ხო? მეორე მხრივ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების შემოქმედიო, მაშინ ეს ფორმულა ესე იქნებოდა რომ ობიექტური რეალობა არ არის და მხოლოდ სუბიექტური დამოკიდებულებით ვქმნი ჩემი ცხოვრების შედეგებს. ეს ფორმულა აი ამ ორ მოსაზრებას ასე ვთქვათ აჯერებს ერთმანეთთან, ხო? ასავებს და ამბობს რომ ესეც არსებობს და ამათი ურთიერთქმედება ორივე ერთად ქმნის ჩემი ცხოვრების შედეგებს. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი ამ ფორმულაში, რომ გავაცნობიეროთ? აი წეღან რო გითხეთ, რომ 100%-იანი პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა? ესე იგი, მოვლენები არ არის, ან ნაკლებად არის ჩვენი კონტროლის ზონაში. ანუ ჩვენ რაღაც მოვლენებს ვერ ვცვლით, აი წეღან რო ვთქვი, რომ როგორი ამინდი გათენდა, ამას ვერ ვცვლით. და სასურველი შედეგები მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენი ენერგია ასე ვთქვათ რა ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავთ ზუსტად აი ამ მოვლენებზე რომლის შეცვლაც არ შემიძლია მაგალითად გათენდა ცუდი ამინდი და მთელი დღე წუწუნებ იმაზე რომ აუ რა ცუდი ამინდია ხო ამით ამის ვერ ვცვლი მაგრამ მთელი ენერგია წავიდა ჩემი აი ამ წუწუნში ხო და მეორეს მხრივ არის რა არის აი თუ მოვლენები არ არის ჩემი კონტროლის ზონაში როგორ უნდა შევქმნა ხო ჩემი ცხოვრების სასურველი შედეგები იმით რაც არის 100%-ით ჩემი კონტროლის ზონაში და მოდი გადავიდეთ იმაზე რაც არის 100%-ით ჩვენი კონტროლის ზონაში ანუ ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება არის 100%-ით ჩვენი კონტროლის ზონაში და რა შედის აი აქ პირველი ეს არის ჩემი ფიქრი ანუ რას ვიფიქრებ ეს არის 100%-ით ჩემი კონტროლის ზონაში მაგალითად ცუდი ამინდი რო გათენდება ემოცია რაც წამოვა ეს ბუნებრივი რეაქციაა ხო მაგრამ ფიქს რომელს ავირჩევ ეს არის 100%-ით ჩემი კონტროლის ზონაში რატომ არის ეხა მნიშვნელოვანი რა ფიქს ავირჩევ ხო იმიტომ რომ ფიქრი ჩემს ზუსტად ფიქრის შედეგად იქნება ჩემი
ემოცია და შესაბამისად განწყობა. და ემოცია არის რესურსი, რომლის მიხედვითაც მე უნდა იმ კონკრეტულ მომენტში ვიმოქმედო, ანუ ქმედების ძალას მე მაძლევს ჩემი ემოციები, ხო? შესაბამისად, თუ გათენდა ცუდი ამინდი და მთელი დღე ვლაპარაკობ იმაზე, აუ რა ცუდი ამინდია, არანაირად არ მექნება ისეთი ემოციური რესურსი, რომელიც ამ დღის სასურველ შედეგამდე მიყვანაში დამეხმარება, ხო? ანუ რო გათენდება ცუდი ამინდი, პირობითად ვამბობ ამ ცუდ ამინდზე, ნებისმიერი არასასურველ მოვლენასთან მიმართებაში შეგიძლიათ გადაიყვანოთ ეს მოცემულობა. მე უნდა დავსვა შეკითხვა, რომ კი ბატონო, ცუდი ამინდი გათენდა, მაგრამ მე რა შედეგის მიღება მინდა და აი ამ შედეგისთვის როგორი ფიქრი ჯობია, ხო? მეორე ეს არის წარმოსახვა. აი ცუდი ამინდი რო გათენდება, რას წარმოვიდგენ? თუ წარმოვიდგინე, რომ აუ ეხა გავალ მოხდები საცობში, ან თუ ფეხით ვიდეო ჩავარდები ტალახში, ანუ აი ესეთი სურათებია, ხო? სინამდვილეში ჩვენი ქვეცნობიერი და ჩვენი არაცნობიერი პროგრამებს იღებს სურათების სახით, რასაც წარმოვიდგენ, რა სურათსაც მივაწვდი, ეს არის twin-ისთვის პროგრამა, რომლის შესაბამის ქმედებებსაც ახორციელებს. და თუ მე წინასწარ ჩემი twin-ი დავაპროგრამე იმისკენ, რომ საცობში უნდა მოვხვდე, ტალახში უნდა ჩავარდე, სამსახურში უნდა დამაგვიანდეს, იქ შენიშვნა უნდა რაღაცა, მოკლედ არასასურველი წარმოსახვები რომ წავიდე, ანუ მოვლენის შესაბამისი, ეგრეთ წოდებული რეაქტიული და არა პროაქტიული შედეგის შესაბამისი. რა თქმა უნდა, ის დღე არ დამთავრდება, ხო, კარგად, იმიტომ რომ ემოციური რესურსი არასწორი გაუშვი ფიქრის სახით, პროგრამა twin-ს არასწორი მივეცი, ანუ რაც არ მომწონს ის პროგრამა მივეცი, და საბოლოო ჯამში ეს ფიქრი და წარმოსახვა რაში მჭირდება, რამე ჯადოქრობა კი არ მოხდება, იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი ქმედებები იყოს ისეთი, რომელიც მიმიყვანს სასურველ შედეგამდე. და თუ ემოციური რესურსი, ანუ ქმედების ძალა არა მაქვს, თუ პროგრამა არასწორი მაქვს, მიცემული შესაბამისი ქმედებაც არ მექნება. და ყველაზე მთავარი მოკლედ მესამე რისი მართვა შემიძლია, რას გავაკეთებ ნებისმიერ ობიექტურ მოცემულობაში, ეს არის 100% ჩემი კონტროლის ზონაში. ამაში ვინმეს სისხლო არ გაქვთ, აი წინააღმდეგობა, რომ მაგალითად არ შემიძლია ვმართო ჩემი ფიქრი, არ შემიძლია ვმართო ჩემი წარმოსახვა, არ შემიძლია ვმართო ჩემი ქმედება. ვინმეს ხო არ გაქვთ თქო. ხო, ანუ მეთანხმებით, რომ სუბიექტური დამოკიდებულება 100% არის ჩვენი კონტროლის ზონაში. ეხლა სანამ გადავალთ მოკლედ აი ამ კიდევ უფრო კარგად გავიგებთ, როგორ გამოვიდეთ, ასე ვთქვათ, რეაქტიულობიდან და გადავიდეთ პროაქტიულობაზე და ცნობიერების დონე როგორ შევიცვალოთ იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში სასურველი შედეგები დადგეს, ერთ ძალიან მარტივ ინსტრუმენტს გაგიზიარებთ კიდე, როგორ მოქმედებს ზოგადად ჩვენი ფიქრები, ჩვენი წარმოსახვები, ჩვენი ქმედებები ჩვენს სხეულზე, ანუ ენერგიას როგორ გვმატებს ან გვართმევს რა. ესეთი კინეზოლოგიური ტესტიც არის და შეგვიძლია ერთი მოხალისე, ეხლა აგიხსნით და მერე შეგვიძლია ერთი მოხალისე წვიოთ და ეს დავტესტოთ სხეულზე როგორ მუშაობს. მოკლედ, ტყუილი ყოველთვის გვასუსტებს, ანუ გვართმევს ენერგიას. მაშინ, როდესაც სიმართლე ყოველთვის გვაძლიერებს. მეორე, როდესაც ვამბობ რაღაცაზე, რომ მე არ შემიძლია, ეს ენერგიას მართმევს და აღარც მაქვს რესურსი, რომ რამე გავაკეთო. მაშინ, როდესაც ფიქრი და მე შემიძლია, ყოველთვის მომატებს ენერგიას. ეხლა აქ მეკითხებიან ხოლმე, რომ თუ ვიცი, რომ არ შემიძლია, როგორ მოვიტყუო ჩემი თავი, რომ შემიძლია. არავინ არ გვეუბნება, რომ უნდა მოვიტყუო თავი, უბრალოდ, როდესაც მოვა თქვენს თავში ფიქრი, რომ მე ეს არ შემიძლია, არის ჩიხი გონებისთვის, ხო? და ეს ჩიხიდან რომ გამოვიდეთ, უბრალოდ კითხვით ჩაანაცვლეთ, როგორ შევძლო. და უკვე რაღაცნაირად გონება დაიწყებს იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება ამის მოახერხოთ. მეორე, მესამე, როდესაც ფოკუსირებული ვარ მარცხზე. ანუ რაღაცას ვიწყებ და წინასწარ ჩემს გონებაში მოდის ფიქრები, როგორ არ გამომივა ეს და მახსენდება ყველა ის ისტორია, როცა ვცადე და არ გამომივიდა და ასე შემდეგ. აუცილებლად რესურსი წამერთვება, სხეულებრივად ვიგრძნობ ამას, რომ ენერგია არ მექნება და მოკლედ არ გამომივა რაღაც. მაშინ როდესაც წარმატებაზე ფოკუსირება, ხო, თუ ვიფიქრებ, რომ შემიძლია გამომივა მოკლედ ეს წინასწარ წარმოვიგე და ასევე გავიხსენებ ყველა იმ შემთხვევას ცხოვრებაში რაღაცა რომ გამომსვლია, მექნება ენერგია რომ ეს განვახორციელო. კრიტიკა და დასჯა. ყოველთვის როდესაც ვაკრიტიკებ საკუთარ თავს და თვითკრიტიკაში ვარ, ან ასე ვთქვათ, არ ვიცი, ანუ ჩემს მიმართ მომართulis და სხვის მიმართ მიმართulis მას უსტებს. ანუ არა აქვს მნიშვნელობა ჩემ თავს ვაკრიტიკებ თუ სხვას ვაკრიტიკებს, ეს ენერგიას მართმევს. მაშინ როდესაც მხარდაჭერა და დაფასება, ხო, ყოველთვის მაძლიერებს. მეორე, საკუთარ თავზე ფოკუსირება, რას ნიშნავს? ანუ მხოლოდ რაღაცას რო ვაკეთებ, რომელსაც მხოლოდ მოაქვს სარგებელი ჩემთვის.
მეტი არავისთვის, ხო? მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირება. ეს რაღაცნაირად არ არის უშუალოდ მდგომარეობაში, მაგრამ მაშინ, როდესაც თუ ჩემთვის სარგებელი მოაქვს, მე მგონი ხელებს ისე ვიქნებ, რომ ამას ლაივის ვიდეოს ხმას ვაგვიჭო. მაშინ, როდესაც თუ ჩემთვის რაღაცას ვაკეთებ და ამას ხვებისთვისაც მოაქვს სარგებელი, ეს ენერგიას ყოველთვის მომატებს და მაძლიერებს. თუ ეხა ვინმე მოხალისე გამოვა, ამას კინეზოლოგიურად მოკლედ მას გიზამთ, რა ქვია. დაგანახებთ რა, ერთი მოხალისე ცოტა ღონიერი ადამიანი მჭირდება. ასევე ნეგატიური საუბარი საკუთარ თავზე. აუ მე ხო ბედი არა მაქვს და მე ხო რაღაც აი ჩემ თავზე მოხალისე მომძან. ეს ყოველთვის მართმევს ენერგიას და მეორე, როდესაც პოზიტიურად საუბრობ ჩემ თავზე, ანუ რაღაცა წავახალისებ რა ჩემ თავს და კარგად საუბრობ ჩემზე, ეს ყოველთვის მატებს ენერგიას. მოდი ახლა ძალიან მარტივი ტესტი გავაკეთოთ. სახელი მითხარი შეიძლება. ნუკრი, რა სიმაღლე ხარ, დაგეჭიდოთ. აი ეს ხელი მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე? მემარჯვენე. ეს ხელი დაიჭირე. ვიღაცა კიდე მომიხმარს მიკროფონი რომ მას მიქნას. ხო, აი ეს დამჭირე. ეხა მე და ნუკრი შევეჯიბრებით ერთმანეთს ძალებში. აბა ნუკრი შენ ანუ ნუკრი უნდა გამიძალიენდეს და მე უნდა ვეცადო რომ მისი ხელი ჩავწიო. აბა მიდი ნუკრი. ნუკრი ჩემზე ღონიერი გამოდგა. ეხა მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ნუკრი თქვი რომ მაგალითად მე მქვია გიორგი. ანუ მოდი ნუკრი მოიტყუოს რა. თქვი სამჯერ თქვი მე მქვია გიორგი, მე მქვია გიორგი, მე მქვია გიორგი. მე მქვია გიორგი, მე მქვია გიორგი, მე მქვია გიორგი. ანუ ნუკრი მოიტყუა. ეხა დაიჭირე ხელი? დაიჭირეს მეცა? მომიცდი. ნახეთ? ანუ ნუკრი როდესაც ტყუილს ამბობს ვერევი. ეხა ცოტა მასქენი და ეხა თქვი რომ მე მქვია ნუკრი, მე ვარ ნუკრი, თუ მე მქვია ნუკრი, მე სამჯერ. სიმართლე თქვას ეხა. მე ვარ ნუკრი, მე ვარ ნუკრი, მე ვარ ნუკრი. მიდი. მაინც ვერევი, მაგრამ ბოლომდე ვერ. ხო, ეხა აი მოდი, ეხა ნუკრის ცოტა რთული სავარჯიშოა, მაგრამ ცოტა ისე შეხედეთ რაღაცნაირად ნეგატიური რაღაცა კრიტიკულად შეხედეთ ნუკრის, აბა შეეცადეთ. ბოდიში ნუკრი. ეხლავე. შეხედეთ? ნახეთ ნუკრის ძალა საერთოდ აღარ. ბოდიში ნუკრი ხა ცოტა დაიფერხეს რაღაც. ეხლა შეხედეთ ნუკრი არის საპროტესტო აუდიტორიის ერთ-ერთი მოხალისე. მე რამდენი დღეა ნუკრი 117 დღეა დგას აქ და ამდენი ხანია მოხალისეობრივად აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აუდიტორიას ეხმარება ანუ პლატფორმა ერთგვარი ცოდნის გამზიარებლებსა და აუდიტორიას შორის. მადლობა ნუკრი ამისთვის. ეხლა ნახოთ ნუკრის ძალა. ნუკრის ვერასდროს ვეღარ მოვერევი ხალხო. მადლობა. მოკლედ ესე შეგვიძლია ჩავყვეთ სხეულზე თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ რომ ყოველთვის როდესაც აი ეს სიმართლეს ვამბობთ, ყოველთვის როცა მხარდამჭერ გარემოში ვართ, ყოველთვის როდესაც წარმატებაზე ვართ ფოკუსირებული, ყოველთვის როდესაც საკუთარი თავის გარდა სხვებისთვისაც მოგვაქვს სარგებელი, ყოველთვის როდესაც მოკეთ როგორ გამოგვივიდეს რაღაცა როგორ შეძლოთ ენერგია გვემატება და ეს აუცილებლად გამოგვივა რა. ჩვენ რომ ვართ მართლები ეს უკვე გვაძლევს გამარჯვების წაადით ენერგიას. მოკლედ, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სტრატეგიები არის წუწუნი, თავის მართლება და სხვისი დადანაშაულება. არ გეგონოთ ოღონდ რომ ეს გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხანდახან ადამიანურად წავიწუწუნებთ ხოლმე. წუწუნს ჩვენ ვეძახით იმას, რომ მე თუ დაუსრულებლად ერთი და იგივეზე ვსაუბრობ, მოკლედ ეს არაფერს არ ცვლის რა, უბრალოდ ენერგიას ვხარჯავ და აგიხსნით რატო არის მნიშვნელოვანი რომ ეს ენერგია არ იყოს იქ სადაც არაფრის შეცვლა არ შემიძლია და გავხადო პროაქტიული. ამიტომ მოკლედ პირველი სტრატეგია პასუხისმგებლობის არის რომ შევწყვიტოთ უწყური თავის მართლება და სხვისი დადანაშაულება და ესეთი საშინაო დავალება გექნებათ. ყოველჯერ როდესაც გამოიჭერთ მოკეთ თქვენ თავს რომ წუწუნებთ, თავს იმართებთ ან სხვას ვადანაშაულებთ, ყულაბაში ჩააგდეთ რაღაცა სიმბოლური თანხა, რომელსაც შეთანხმდებით რა საკუთარ თავთან შეიძლება იყოს 1 ლარი, 2 ლარი, არ ვიცი. მოკლედ ეს არ გეგონოთ რომ რაღაცა თავის დასასჯელი სავარჯიშოა. მე ჩემი პირველი განათლებით მოკეთ ექიმი ვარ და
პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი, კოუჩი, ფსიქოკონსულტანტი, მოკლედ არც პიროვნულად და არც პროფესიულად დასჯას არ მივესალმები, მით უმეტად თვით დასჯას. ამ სავარჯიშოს მიზანი არის, ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება. ყოველ ჯერ როდესაც თქვენ ჩააგდებთ, ასე ვთქვათ, აი ამ ყულობაში თანხას მინდა რომ ანუ გააცნობიეროთ რომ თქვენ ყველა ფიქრს, ყველა წარმოსახვას, ყველა სიტყვას და მით უმეტეს ყველა ქმედებას აქვს თავისი ფასი. ჩვენ ცხოვრებაში აქვს თავისი ფასი და რა არის ეს ფასი? მოკლედ აი ამაზე რომ ვისაუბროთ. ნახეთ, საბოლოო ჯამში რას ცვლის 100%-იანი პასუხისმგებლობა ჩვენ ცხოვრებაში? ეს ცვლის ჩვენი ცნობიერების დონეს. ადამიანი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი არის ეგრეთ წოდებული მსხვერპლის ცნობიერებაში. ანუ სანამ წუწუნებ, თავს ვიმართებ და სხვას ვადანაშაულებ, მე ვრჩები მსხვერპლის ცნობიერებაში და მე მგონია რომ მე ვარ გარემოებების მსხვერპლი. და სანამ გარემოებების მსხვერპლი ვარ, ჩემს ცხოვრებაში პროგრესი არ დაიწყება. ხო? და როგორც კი ვწყვეტ წუწულს, თავის მართლებას, ხვის დადანაშაულებას, ანუ გამოვდივარ რეაქტიული პროცესებიდან, არ ვარ ორიენტირებული იქ მოვლენებზე, სადაც არაფრის შეცვლა არ შემიძლია, არამედ ვიწყებ პროაქტიულად ფიქს, პროაქტიულ წარმოსახვას, პროაქტიულ ქმედებებს, ჩემი სიტყვებით პროაქტიული, ანუ შედეგზე ორიენტირებული. რა შედეგის მიღებაც მინდა, იმის შესაბამისად ვირჩევ ჩემ ფიქს, წარმოსახვას, სიტყვას, განწყობას და რაც თავარია ქმედებას. მე უკვე გადავდივარ ეგრეთ წოდებული თანაშემოქმედის ცნობიერებაში. აი თანაშემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ რეალობაში სვავს კითხვას, რომ კი ბატონო, ეს ობიექტური რეალობა არ მომწონს, მაგრამ რა შედეგის მიღება მინდა, რა მინდა ამის სანაცვლოდ. და აი ამისთვის რაც მინდა, როგორი უნდა იყოს ჩემი ქმედება და პირველ რიგში რაც შემიძლია ყველაზე მარტივად ფიქრი, წარმოსახვა, სიტყვა, ხო? და მე ამას აუცილებლად მოყვება სწორი ქმედებები. აქ თქვენ ხედავს წვერში, ანუ არის ეგრეთ წოდებული მსხვერპლის ცნობიერება, თანაშემოქმედის ცნობიერება და შემოქმედის ცნობიერება. ხო, შემოქმედის ცნობიერება რო აგიხსნათ, არის დაახლოებით, ანუ წყლის ღვინოდ გადაქცევა თუ შემიძლია, უკვე შემოქმედის ცნობიერებაში ვარ, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ თანაშემოქმედის ცნობიერებაში მოვხდეთ. ხო, ეხლა მთლად ჯადოქრობები არ გვინდა და ხო, აი ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აქ. რეაქტიულ პროცესებში დარჩენა. ანუ ყოველთვის, როდესაც ვარ ორიენტირებული მოვლენაზე, ჩემი ფიქრით, ჩემი წარმოსახვით, ჩემი სიტყვებით, ჩემი განწყობებით და შესაბამისად ქმედებებით, ვარ რეაქტიული. ეკთ ინგლისურად ხო არის ქმედება და რე წინსართი არის აი კლავ და კლავ რო რაღაცას ვიბერებ. ანუ სანამ ვარ რეაქტიული, ვრჩები ყოველთვის იქ, სადაც ვარ. ანუ არ მომწონს რაღაც, მაგრამ ჩემი ფიქრი თუ ამაზეა, ჩემი წარმოსახვა თუ ამაზეა, ჩემი სიტყვები თუ ამაზეა, შესაბამისად განსხვავებულ ქმედებას ვერ გავაკეთებ და დავრჩები იქ, სადაც არ მომწონს. ანუ არ მომწონს ისა რაღაცა სოციალური ვითარება ქვეყანაში და სულ ამაზე ვწუწუნებ, ხო? აი ამ წუწუნით არაფერი არ შეიცვლება, თუ სულ ვფიქრობ ვალებზე, ხო? სულ ვფიქრობ რაღაცა ავადმყოფობაზე, ანუ რაც არ მომწონს, ხო? და ჩემი ფიქრებიც იქ არის. შესაბამისად ვერ შევცვლი მე ამას. და responsibility ინგლისურად, ანუ ability, უნარი, სათანადო პასუხი გასცე ნებისმიერ გამოწვევას. ეს არის პროაქტიული ქმედება. ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცა არ მომწონს, დავსვა კითხვა, რა მინდა ამის სანაცვლოდ, რა შედეგის მიღება მინდა. აი ეს ობიექტური რეალობაა. კი ბატონო, მხედავთ ყველა რა ობიექტური რეალობაში ვართ, მაგრამ ამის სანაცვლოდ რა მინდა და რაც მინდა, ამისთვის მოკლედ როგორი უნდა იყოს ჩემი ფიქრი, ჩემი წარმოსახვა, ანუ სუბიექტური დამოკიდებულება, ისი მართლა შემიძლია. ძალიან ხშირად ადამიანებს ყველაზე ხშირად ვეკითხებით ხოლმე კოუჩინგში, რა გინდა? და ხო თითქოს ძალიან მარტივი კითხვა. და მეუბნებიან რა არ უნდათ. ხო, აი ამ ლაიფთან მუშაობას ვერ ანუ ვეკითხები ადამიანს რა გინდა და მეუბნება არ მინდა ვალები. მე არ მეკითხავს რა არ გინდა, ხო? ანუ თუ ვლაპარაკობ იმაზე რომ არ მინდა ვალები, ჩემ ფიქრებში სულ ვფიქრობ ვალებზე, წარმოსახვაში მაქვს ვალები, ანუ ემოციური რესურსი, ხო, ვალებზე რო ვფიქრობ, შეიძლება რამე კაი ემოცია მქონდეს? არა მაქვს, ხო? დავითრგუნე. ანუ ვალებზე რო ვფიქრობ, რა წარმოდგენა წამოდის ტვინში, რაღაცა ვალები, ხო? ანუ პროგრამა მივეცი ტვის ვალების, რესურსი მივეცი ტვის, რომელიც რაღაცა ენერგია წამერთვა, შეიძლება ვიმოქმედო იმისთვის, რომ ფინანსურ კეთილდღეობაში ვიყო? არა, ხო? ამიტომ, როდესაც რაღაცაზე მაგალითად რა გინდა ვეკითხები და მოსმენება, რომ არ მინდა ავადმყოფობა.
ხო, ანუ წამოვიდა ავადმყოფობაზე ცუდი ემოციური რესურსი, გონებაში ავადმყოფობის სურათები, შესაბამისად ამიტომ პირველი ეს ძალიან ბუნებრივია ჩვენი ტვინი ესეა მოწყობილი სანამ რჩები გადარჩენის რეჟიმში და ჩვენს ტვინში გადარჩენის რეჟიმზე ორიენტირებული ტვინიშნები გაცილებით ევოლუციურად უფრო დიდი ხნის არის ხო 100 მილიონი და 10 მილიონი წლის არის და ეს ახალი ასე ვთქვათ ტვინიშნე ნეოკორტექსი გაცილებით ახალია და ყოველ ჯერზე რომ ჩაირთოს ნეოკორტექსი ანუ ადამიანური ტვინიშნე ხო მე მჭირდება აი ამ ეს მარტივი კითხვა დავსვა რომ რა შედეგის მიღება მინდა იმიტომ რომ რეაქტიულობა უფრო ბუნებრივია ავტომატურად მოდის ჩვენში რა ტვინის შრეები თავისით ირთვება აი ინსტინქტები და იმპულსები მოკლედ გვმართავს და ჩვენი მიზანი არის რომ რაციონალი ჩართოთ ხო ნეოკორტექსი ჩართოთ და აი რაციონალის ჩართვა ხდება ესე რომ რა შედეგის მიღება მინდა და რაც უნდა გავაკეთო ამ შედეგისთვის როგორი უნდა იყოს ჩემი ფიქრი ჩემი წარმოსახვა და ჩემი ქმედება ყველაზე მთავარი. ქმედებაში არის მათ შორის ის, რასაც ვიტყვი, ხო, რა სიტყვების მეტყოლებ, სხვა შორის თუ დააკვირდებით ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში ადამიანების ცხოვრება შესაბამისობაშია ხოლმე მათი მეტყოლების ხარისხთან, თუნდაც, ანუ აი რა სიტყვების მეტყოლებე, ხო, რა აი ამ ძალიან შესაბამისობაშია, იმიტომ რომ ესეც არის ზუსტად ფიქრის და წარმოსახვის, ასე ვთქვათ, ხიდი, ხო, რომელიც მე ქმედებას იწვევს ჩვენსაც. ანუ პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვათ, რომელს ირჩევთ, ანუ როგორ ცნობიერებას ირჩევთ, ანუ მსხვერპლის ცნობიერებაში დავრჩეთ თუ გადავიდეთ თანაშემოქმედის ცნობიერებაში? გადავიდეთ, ხო? ანუ გავხდეთ მეტად პროაქტიულები. შესაბამისად ვეცადოთ, რომ რაც არ მოგწონს, რეაქტიულად არ უპასუხოთ, ყოველთვის რაღაცა რო არ მოგწონს, დავსვათ კითხვა, რა გვინდა ამის სანაცვლოდ. არ მომწონს სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, რა გვინდა ამის სანაცვლოდ, ხო? გონებაში უნდა მქონდეს ყოველთვის რაც არ მომწონს, იმის სანაცვლოდ რა მინდა. და შემდგომ აუცილებლად ჩემი ფიქრის, წარმოსახვის, სიტყვის და ქმედების შესაბამისობა შევქმნა იმ სასურველ შედეგთან, რომელიც მინდა რომ დადგეს ჩემ ცხოვრებაში. მე თქვენ გაგიზიარებთ კიდე ერთ ინსტრუმენტს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე გავლენის სფეროები, მოკლედ აი ამ 100%-იან პასუხისგებლობის წესი რას გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ პასუხისგებელი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და ჩვენი შვილების ცხოვრების ხარისხზე სრულწლოვნობის ასაკამდე. მეტი არავიზე და არაფერზე პასუხისგებლები, ასე ვთქვათ, არ ვართ, ხო? ეს დანარჩენი უკვე ჩვენი ნებაა. დანარჩენი რაღაცა ვალდებულებაა, რასაც გადავწყვეტ, რომ გვექნება თუ არ გვექნება, შეგვიძლია ავირჩიოთ. პასუხისგებლობის წესი ეს არის, რომ 100%-ით პასუხისგებელი 100%-ით საუბარია შენი ცხოვრების ხარისხზე ხარ და შენი შვილების ცხოვრების ხარისხზე სრულწლოვნების ასაკამდე. ეხლა როდესაც ვამბობ, რომ მე მინდა რაღაცა შევქმნა ცხოვრებაში. რა ვიცი, მაგალითად მინდა მქონდეს კარგი განათლება, ხო? ეს არის ხო 100%-ით ჩემი კონტროლის ზონაში, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა დღეს მით უმეტეს აგერ უსწავლოზე მოხვალ ცოდნას მიიღებ, ხო? ანუ არა დაждები კომპიუტერში და ოქსფორდში ისწავლის, ახლა არ გახვალ, ხო? ეგეთი შესაძლებლობებია და ეს შესაძლებლობებიც რო არ იყო, ვისაც უნდა მოკეთ. სწავლა, რა ვიცი, ბოლო-ბოლო აგერ საჯარო ბიბლიოთეკასთან ვარ ახლა და თელი ცხოვრება მაქვს გატარებული მაშინ არ იყო ჩემ დროს კომპიუტერები და რო შემოვიდა მანამდე. მოკლედ ეს რომ მე მინდა მქონდეს კარგი განათლება 100%-ით არის ჩვენი კონტროლის ზონაში და ნებისმიერ მოცემულობაში ამას მივახცევთ თუ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ როცა ვამბობთ რომ მაგალითად ჩემ შვილს მინდა მქონდეს კარგი განათლება, ეს არის 100%-ით ჩვენი კონტროლის ზონაში? არა. და თუ მე 100%-ით დავიხარჯები ამაზე, რომ აი ჩემ შვილს მინდა მქონდეს კარგი განათლება და 100%-იან ენერგიას ჩავდებ ამაში, რა შედეგი დადგება? დადგება ის შედეგი, რაც დგება ხშირ შემთხვევაში, აი ქართველი მშობლების შემთხვევაში დგება ხოლმე ესეთი შედეგი, ამბობენ რომ თან გადავყევი და არაფერი არ გამოვიდა. რატო? იმიტომ რომ იმ ბავშვსაც უნდა ქონდეს ხო თავის წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ანუ მარტო რომ მე მინდა ეს არ არის საკმარისი და 100%-ით თუ ჩავერთვი და მას არ დაუტოვებ თავის წილ პასუხისმგებლობას, აუცილებლად დიდი ალბათობით იმ შედეგამდე მივალ, თან რო გადავყევით და არაფერი არ გამოვიდა. ამიტომ მოკლედ აქ კოუჩინგში ამას რეფრეიმინგს ვეძახით ხოლმე. ეს გასაგებია რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შვილს კარგი განათლება გქონდეს. უნდა დავსვათ ესეთი კითხვა რომ მე რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემ შვილს გქონდეს კარგი განათლება. და აი აქ რა პასუხებიც წამოვა, იმ დოზით ჩავერთო, ასე ვთქვათ, ხო? მაგალითად უზრუნველკომფორტული სივრცით თუ წიგნებით თუ არ ვიცი, რა მე რაც შემიძლია და მასაც დაუტოვო თავისი წილი პასუხისმგებლობა, ხო? ეს არის, აი აქ ეს. ხო, აი ეს ნახეთ, აი ეს ცოტა აი აქ ვარ მე 100%-ით პასუხისმგებლობა. აი ეს ხდება. ეხლა ნახეთ, ესეთი მიზანი რო ავიღო, რომ მე მინდა მქონდეს
ესა საქართველოში მინდა იყოს კარგი განათლება, ხო? სულ რომ განათლების მინისტრი ვიყო 100%-ით არის ეს ჩემი კონტროლის ზონაში? რომ საქართველოში არა, ეს კიდე უფრო ცდება, ხო, შვილის და რა ვიცი, ამის პასუხისმგებლობას, ხო? აქაც უნდა დავსვა ესეთი კითხვა, რახან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მინდა საქართველოში კარგი განათლების დონე იყოს, მე რა შემიძლია ამისთვის გავაკეთო. და აი აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც რა. მე ეს кейსი ჩემზეა და თავის დროზე, როდესაც ძალიან ბევრს წუწუნებდი ამ თემაზე, აი მაიკო მეკითხებოდა, მოკე წუწუნის სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთოთ და აუცილებლად როგორ ასწრებო რაღაც ესე მეკითხებოდა. მოკე თავის დროზე ძალიან ბევრს წუწუნებდი ამაზე, რომ საქართველოში განათლების დონე, ცნობიერების დონე და ასე შემდეგ და მე როდესაც აი ამ 100%-იანი პასუხისმგებლობის წესით გავიგე, დაუსვა ჩემთან შეკითხა, რომ კარგი, რა ძალიან მნიშვნელოვანი რახან არის ეს ჩემთვის, მე რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ საქართველოში მაგალითად უკეთესი განათლების დონე იყოს ან რაღაცა მაღალი ცნობიერების დონე და მოვიდა პასუხები რომ მოხალისეობრივად ჩავერთო ყველა იმ პროექტში რომელიც განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს ან თავად შექმნა ესეთი პროექტები სადაც განათლების და ცნობიერების ამაღლება იქნება შესაძლებელი და იმ მომენტიდან დღემდე მოკლედ მოხალისეობრივად მუშაობ ძალიან დიდ აუდიტორიებთან ეს არიან მოზარდები სკოლებში და სკოლის გარეთ ეს არიან მშობლები, ეს არიან მასწავლებლები, ეს არიან მჟავრდებულები, ეს არიან შეშემოპირები, ეს არიან რეგიონში მცხოვრები ადამიანები და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამაში არ დამიხარჯავს იმაზე მეტი ენერგია, რასაც ხარჯავდი მანამდე წუწუნში. ხვდებით ხო, ანუ აი განვითარებად და განვითარებულ საზოგადოებებს შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგამყოფი, სადაც მე ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი არც ერთი ენერგია არ უნდა დაიხარჯოს ფუჭად, არ უნდა დაიხარჯოს წუწუნში, თუ რაღაცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავსვა კითხვა, რომ მე რა შემიძლია ამისთვის გავაკეთო და წუწუნში რა ენერგიასაც ხარჯავ, მოხალისეობრივად ვაკეთო ის და მინიმუმ საკუთარ თავთან მექნება ის კმაყოფილება, შეიძლება გლობალური ცვლილებები არ შეიქმნას ამით, მაგრამ მე მეცოდინებ, რომ ჩემი ენერგია რაღაცას უკეთესობისკენ ცვლის. მაშინ როდესაც წუწუნი კვლავ და კვლავ მტოვებს იქ, სადაც არაფერი იცვლება და მე რესურსი მაკლდება. ხვდებით ხო? ამიტომ არის განვითარებულ ქვეყნებში მოხალისეობრივი სამსახური, აი CV-ში, ხო, რეზიუმეებში სამსახურს რო იწყებ, იქ უნდა გეწეროს, რომ ვოლუნტიერ რა გაქვს გაკეთებული, მოხალისეობრივად რა გაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ეს შენი ცნობიერების დონის იდენტიფიკატორია, სწორად მანიშნებელია იმის, რომ იცი როგორ მართო შენი ენერგია სწორად. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი მე ზუსტად ეს გარდატეხა ხდება დღეს და სამოქალაქო საზოგადოების დაბადება ესე ხდება სადაც ჩვენ ხვდებით ჩვენ წილ პასუხისმგებლობას იმაში რა შედეგის მიღებაც გვინდა ხო და არ ვართ მოკეთ აი ამ ინფანტილურ მდგომარეობაში და არ გონია რომ რაღაცეები თავისით მოხდება არ გონია რომ მხოლოდ წუწუნით რაღაც შეიცვლება არამედ ცვალთ ამ კითხვას რომ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოს იმისთვის რა შედეგის მიღებაც გვინდა და კონსტრუქციულად რა თქმა უნდა და არა დესტრუქციულად კონსტრუქციულად შეუპოვრად და ყველაზე მთავარი აი ამ ფორმულაში არის ის რომ ერთჯერადად არ დგება შედეგი მე რომ ვიწყებ განსხვავებულად ფიქს განსხვავებულ წარმოსახვას და განსხვავებულ ქმედებას ანუ პროაქტიულად ხვალვე შეიძლება არ შეიცვალოს და არ დადგეს არც ჩემ ცხოვრებაში და არც კოლექტიურად რაღაცა განსხვავებული შედეგი მაგრამ იქ ანუ ზუსტად ეს ფორმულა ამას მეუბნება რომ მე იქამდე უნდა ვცვალო ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება ოღონდ იქამდე უნდა ვიყო სულ კონსტრუქციული როგორც კი რეაქტიული გავხდები როგორც კი გადავალ გადარჩენის რეჟიმში როგორც კი იგივეს გავაკეთებ რაც არ მომწონს სხვის ასე ვთქვათ ხო რაც არ მომწონს იმაზე ვილაპარაკებ და იქით მიმართავ ჩემს ენერგიას ისევ დესტრუქციაში დავბრუნდები ისევ იქ დავბრუნდები მოკეთ რაც არ მომწონდა ამიტომ პროაქტიულობა ზუსტად ამას ნიშნავს რომ მე დავინახო განსხვავებული შედეგი უკეთესი შედეგი და ამ უკეთესი შედეგისთვის მე ვიმოქმედო განსხვავებულად იქამდე ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება ამ кейსთან დაკავშირებით სულყვები ხოლმე სამოსელი პირველი ვისი საყვარელი წიგნია ხელი აწიოს სანტოსის ისტორია, ну ხო იქ როგორ ხდება თითოეული კანონდოსელი ხო ძალიან კარგი ისტორია და ერთ-ერთი არის ზუსტად სანტოსის ისტორია. თუ გახსოვთ როგორ ხდება დიდი კანონდოსელი, ანუ მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმ შურისძიების ფიქს, ну ოჯახი ხო იცით არ გაგახსენებთ ამ ისტორიას, უბრალოდ მოკეთ რომ ის მომენტი, როდესაც დადგება რომ უნდა მოკლას ეს ადამიანი, ხდება რომ ანუ ის არ უნდა მოიქცეს ისე როგორც ის ანუ გაზ პროაქტიულად იქცევა მოკლედ რა და არ კლავს ამ ადამიანს. ანუ ეს არის
და ესე ხდება დიდი კანონდოსელი, ანუ ადამიანების ცნობიერების ტრანსფორმაცია ხდება პროაქტიული ქმედებით, იმის არ გაკეთებით, რასაც არ მოგწონს, რომ სხვები აკეთებენ, ხო? შენ რაც არ მოგწონს, იგივე არ გაიმეორო, შენ აკეთე კონსტრუქციულად, იქამდე ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება. სხვათა შორის კონსტრუქციულად რაღაცების მიღწევა დროში უფრო გაწერილია, მაგრამ შედეგი ყოველთვის უკეთესია და მდგრადია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ზუსტად ამას ეძღვნება, რომ რაღაცნაირად თანაშემოქმედის ცნობიერება, ხო და ეს მსხვერპლის ცნობიერებაში გვაბრუნებს ხოლმე, ხო, რაღაცეები, იმიტომ რომ ჩვენი twinning როგორც გიხარით, ესეა მოწყობილი, რომ იმპულსები და ინსტინქტები გვეკაჩება ქვემოთ და რაღაცნაირად თავისთავად მუშაობს ის და ის რომ მე თანაშემოქმედის ცნობიერებაში ვიყო, სულ ყოველწამიერი არჩევანია, ჩემი ცნობიერი არჩევანი და კითხვა რომ რა შედეგი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ამ შედეგისთვის როგორი უნდა იყოს ჩემი ფიქრი, ჩემი წარმოსახვა, ჩემი სიტყვა და ჩემი ქმედება. თუ ჩვენ მოვახერხებთ რომ ყოველწამიერად აი ამ პროცესში ვიყოთ, ჩვენი ცნობიერების დონე და თუ კრიტიკული მასის ცნობიერების დონე გახდა მოკლედ თანაშემოქმედი, მაშინ აუცილებლად კოლექტიურადაც გვექნება ეს შედეგი. მთავარია რომ ინდივიდუალურად დავიწყოთ ამაზე მუშაობა. კიდევ უფრო თუ გვაქვს დრო, შეგვიძლია ვისაუბროთ აი ესეთ საკითხზე, როგორიც არის ცხოვრების ბალანსის ბორბალი. თუ გექნება ცურვილი. მაიკო, ცხოვრების ბალანსის ბორბალი ხო არ გავაკეთოთ თქო? ხო, ანუ ეს არის ცხოვრების ბალანსის ბორბალი, არის კოუჩინგის უნივერსალური ინსტრუმენტი. თავის დროზე მოკლედ სიტყვა კოუჩინგის წარმომავლობა, ესე უნგრულად კოუჩი ეტლს ნიშნავს რა. და ეტლი იმ დროინდელ ეპოქაში იყო გადაადგილების სწრაფი საშუალება. სულ ამბობ ხოლმე რომ კოუჩინგის შესახებ საერთოდ არ ვიცოდით და ადამიანები მოვედით ამ შედეგამდე და გვაქვს შედეგები. რას აკეთებს კოუჩინგი, ხო? აი ამ რაღაცნაირად პროცესში უფრო სწრაფად და ეფექტიანად, სწრაფად და სასიამოვნოდ გადაადგილებაში გვეხმარება როგორც ეტლი. ანუ მე შემიძლია ფეხითაც მივიდი აწერტილი და მეწერტილში, უბრალოდ ეტლის მივალ გაცილებით უფრო სწრაფად და უფრო სასიამოვნოდ. დაახლოებით იგივე პროცესს გადის ადამიანი კოუჩინგთან ერთად. და მისი უნივერსალური ინსტრუმენტი არის ეს ცხოვრების ბალანსის ბორბალი და რო წარმოიდგინოთ, რომ ეხლა ჩვენ გავაკეთოთ თქვენი ინდივიდუალური ბორბლები და ესეთი როგორი ბორბალიც გექნებათ, დაახლოებით ისე გადავაადგილდებით. ესეთი ბორბალი რო გქონდეს ეტლს, მოკლედ ისე გადავაადგილდებით. ეს არის ესეთი სკალირებული მოკლედ წრე, სადაც არის 8 სფერო ცხოვრების და თითოეული არის სკალირებული 1-დან 10-მდე, არა 0-დან 10-მდე, არამედ 1-დან 10-მდე. 1-დან იმიტომ რომ მინიმუმ 1-ის რესურსი რაღაცა ცხოვრების სფერო რო გვაქვს, უკვე არის, ხო? ეს სფერო ახლა არის, უკვე 1-იანია და 0 არ არის. ცხოვრების სფეროები ბევრნაირია, მაგრამ პირობითად მაქვს ჩამოწერილი ჯანმრთელობა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ფინანსები, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ურთიერთობები, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა, ვიღაცის შეიძლება იყოს კარიერა, ვიღაცის ბიზნესი, დასვენება და თავისუფალი დრო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცხოვრების სფეროდ გამოყოფა და ამასთანაც პროაქტიული მიდგება, იმიტომ რომ გვავიწყდება ხოლმე რატომღაც რომ ცხოვრების სფეროს თავისუფალი დრო და დასვენება მნიშვნელოვანია. პიროვნული ზრდა, საზოგადოებაში შეტანილი წვლილი, ანუ საზოგადოებაში შეტანილი წვლილში თქვენ შეიძლება ის საზოგადოება მონიშნოთ, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის სამეზობლო, ვიღაცისთვის სანათესაო, ვიღაცისთვის სამეგობრო, არ ვიცი, ვიღაცისთვის მთელი უბანი და რაიონი და ვიღაცისთვის ქალაქი და ქვეყანა და ვიღაცისთვის სოფლიო. მასშტაბი მოკლედ თქვენია. და კიდევ რა აქ არის, არ ვიცი, მერვე სფერო, რომელიც თქვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანი, ცალკე შეიძლება ოჯახი გამოყოთ, ცალკე რაღაცა კონკრეტული ცხოვრების სფერო, რაც ინდივიდუალურად თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ანუ აი აქ, აი ამ თითო ასე ვთქვათ, სკალაზე, ხო, სკალირებულ 8 სფეროზე უბრალოდ 1-დან 10-მდე მე თქვენთვის მოინიშნეთ სათხართ დღეს. ანუ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რაღაცნაირად ზეთხედით დაგვახედებს ხოლმე ჩვენი ცხოვრება. დღეს სადა ვართ რა, დღეს როგორია ჩვენი ცხოვრება. მაგალითად, ჯანმრთელობის სფეროში 1-დან 10-მდე სად არის ჩემი კმაყოფილება დღეს? სადაც 1 არის სრული დაუკმაყოფილებლობა, 10 იდეალური კმაყოფილება, ხო? იგივე ეხება ფინანსებს, ურთიერთობებს და რაღაცნაირად ყველაფერს რა, რაც აქ წერია და მე რაღაცნაირად ამ წერტილებს რო შევაერთებთ ხოლმე, მიიღებთ თქვენს ინდივიდუალურ ცხოვრების ბალანსის ბორბალს და რაღაცნაირად გააცნობიერებთ, რომ აი ეს ბორბალი არის ეხა იმ ეტლზე, რომელიც თქვენ ცხოვრების ასე ვთქვათ გადაადგილებაში გეხმარებათ და რაღაცნაირად რო შევეცადოთ ხოლმე, რომ დავაბალანსოთ, იმიტომ რომ ყველა სფერო მნიშვნელოვანია. არის ხოლმე, რომ ხანდახან რაღაცა უფრო კარგად, მაგალითად გვავიწყდება დასვენება, მაგალითად გვავიწყდება, არ ვიცი, პიროვნული ნაწილი ჩვენი, შეიძლება დაგვავიწყდეს საზოგადოებაში შეტანილი წვლილი არა და აღიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სოციუმი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კონტრიბუცია ზოგადად გაზიარება მნიშვნელოვანია, ხო?
მოკლედ არაფერი აი აქ ამ ცხოვრების სფეროებთან დაკავშირებით რახა პასუხისგებლობაზე ვსაუბრობ და თანაშემოქმედის ცნობიერებაზე, ესეთი კითხვაა, რომ 5%-ით მეტი პასუხისგებლობა რო გქონდეთ ცხოვრების იმ სფეროში, სადაც დღეს ყველაზე ნაკლები არის თქვენი შედეგები. არ ვიცი, მაგალითად, ფინანსურ სფეროში გინდათ, რომ უკეთესი შედეგები გქონდეთ, იცოდეთ, რომ ცხოვრების აი იმ სფეროებში, სადაც დაბალი მაჩვენებლებია, ყველაფერი განპირობებული არის იმით, რომ თქვენ ხართ იქ მსხვერპლის ცნობიერებაში, ანუ თქვენ რჩებით იქ რეაქტიული. და შეეცადეთ, რომ ეს ეხლა უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და 100%-იან პასუხისგებლობას ვერ ავიღებთ, მაგრამ დღეს რა ცნობიერების დონეც გვაქვს და დღეს რა პასუხისგებლობაც გვაქვს 5%-ით რო გავაუმჯობესოთ. ანუ 5%-ით უფრო მეტად ვაკონტროლოთ, მაგალითად ცხოვრების იმ სფეროში ჩვენი ფიქრები. რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული, ხო არ არის ის რეაქტიული, ხო? ჩვენი წარმოსახვები, ჩვენი სიტყვები და რაც თავარია ქმედება შესაბამისად იყოს ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული. და ბოლოს ესეთ იმას ინსტრუქციას ვტოვებ ხოლმე, ეგრეთ the rule of 5 არსებობს, ანუ ეგრეთ წოდებული 5-ის წესი, რომელიც გეუბნება, რომ რაღაცა ცხოვრების სფეროს თუ გამოყოფთ, იქ იმ 8-დან ჩვენ 3-ს გამოვყოფთ ხოლმე და მე ერთით ვიწყებთ. საერთოდ როდესაც ადამიანებს ვეკითხები, რომ ცხოვრების რომელი სფეროს გაუმჯობესება გინდათ, ხო მეუბნებიან, რომ ყველასი, მაგრამ იცოდეთ, რომ ტყვის ყველაფერი არაფერი, ანუ ყველაფერი ესმის როგორც არაფერი რა და სადღეგრძელოს ავიჭრეთ, რომ ყველაფერი მინდა გავაუმჯობესო და თუ მუშაობა გვინდა და გაუმჯობესება გვინდა, ფოკუსი არის თუნდაც მნიშვნელოვანი, იმიტომ როგორც აბურდულ ძაბს რო ავიღებთ, ბევრი სხვადასხვა მინდა რომ გამოვკაშოთ, უფრო აიბურდება და ახლობით ესე არის ყველაფრით რო დავიწყო. ან სახლის დალაგებას რო ვიწყებ, ხო ვიცი რომ ჯერ უნდა დავალაბა ერთი ოთახი, მერე გადავიდე მეორეზე, მერე და ასე შემდეგ. ხო ყველას ერთად თუ შევესევი, რაღაცნაირად ავირევი, ვერცეც ვერ დავალაგებ. ამიტომ აქ არის მნიშვნელოვანი ფოკუსი, უნდა ავირჩიო ცხოვრების ერთი სფერო და დავიწყო იქ ერთი ერთეულით გაუმჯობესება. მაგალითად, თუ ფინანსებში დღეს ჩემი კმაყოფილება არის რაღაცა 5, 6-იანი რას ნიშნავს ჩემთვის? როდის ვიტყვი ჩემი კმაყოფილება ფინანსების სფეროში, ან საქმიანობის სფეროში, ან საზოგადოებაში, ტექნიკის სფეროში, დასვენების სფეროში ერთი ერთეულით გაიზარდა და აი შედეგი დავინახო და იქ დავიწყო, რომ აი იმ შედეგისთვის ჩემი ფიქრი, ჩემი წარმოსახვა, ჩემი სიტყვები როგორი უნდა იყოს და რაც თავარია განსხვავებული შედეგები ქმედებებს. ანუ რა უნდა გავაკეთო განსხვავებულად იმისთვის, რომ განსხვავებული შედეგები დადგეს, იმიტომ რომ ერთი და იგივე ქმედებას მოქვს ერთი და იგივე შედეგი. თუ მე ერთი და იგივეს ვაკეთებ და ველოდები, რომ განსხვავებული შედეგები დადგება ჩემს ცხოვრებაში, არ დადგება, ამის გარანტიას გაცემ. ხო, საბოლოო ჯამში აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირადი პასუხისგებლობა ავიღოთ, გარემოს ვერ ვცვლით, წელიწადის დროებს და ქარს ვერ ვცვლით, მაგრამ აუცილებლად შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი თავი, გავაუმჯობესოთ ჩვენი ცნობიერება და ცნობიერების იმ დონის შესაბამისი ცხოვრება შევქმნათ, იმიტომ რომ 100%-იან პასუხისგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება არის შესაბამისობაში ჩვენი ცნობიერების დონესთან. მეცაც გეტყვით, ის გარემო, რომელშიც ვართ, თვითმუდაც ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს, იმ ცნობიერების დონეზე შეიქმნა, რომელშიც ვართ. და აინშტაინს აქვს ნათქვამი, რომ შეუძლებელია მოაგვარო პრობლემა ცნობიერების იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა, იმიტომ რომ ამ ცნობიერებამ შექმნა ეს პრობლემა. შენ ჭირდება უფრო მაღალი ცნობიერება იმისთვის, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზები იპოვო, ხო? და თუ არ მოგწონს შედეგები, რომლებიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შევცვალოთ პასუხები, ანუ ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება აი იმ მოვლენის მიმართ და იმ შედეგების მიმართ მოგეთ, რაც გვაქვს. და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ შედეგებს, იმიტომ რომ შედეგები არის ერთადერთი ინდიკატორი, რომელიც არასდროს იტყუება. ანუ შედეგი ყოველთვის არის მართალი. შედეგი გეუბნება, შენ სწორი გზით მიდიხარ თუ არასწორი გზით მიდიხარ. ანუ შედეგი არის უკავშირი, რომელსაც სამყარო ასე ვთქვათ გიბრუნებს, ხო? უნდა მიხვდე, რომ არასწორ გზაზეც გახარ ან არასწორი ნაბიჯებით მიდიხარ და როგორც გითხარით, ერთი და იგივე ქმედებას მოაქვს, ერთი და იგივე შედეგი და დღევანდელი კითხვა ჩვენი შეხვედრის იქნება ესეთი, რომ რას გააკეთებთ განსხვავებულად. ძალიან დიდი მადლობა. კითხვები თუ გაქვთ, გისმენთ. მომწურავი ლექცია, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა. Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე ჩვენ ვართ. ჩვეულებრივი ადამიანები, შედახელებ გამეწინა. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უერთდებით ყოველ დღე რუსთაველის გამზის პროტესტს და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებთ, ამ გავჩერდებით ცემის შედეგი აიჩვენა. გამარჯობა გარდაუვალია. მადლობა ყურადღებისთვის.